ამასობაში 11 მარტია საღამო და 30 დღიანი მშვიდობა იქნება ამ ვიდეოს თემა. სანამ ყურებას გააგრძელებთ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, გირჩევთ აგრეთვე ჩემი Telegram არხის გამოწერა, სადაც გაცილებით მეტი ინფორმაცია იდება. და რა თქმა უნდა, გააკეთეთ შეძლების დაგვარად დონაციები. თქვენი ფინანსური თანადგომა აუცილებელია ნეონიუსის ფუნქციონირებისთვის. მოკლედ, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში დამთავრდა მოლაპარაკება უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის და შედეგებიც პრინციპში ცნობილია. ორივე მხარე აღნიშნავს, რომ პოზიტიურად წარიმართა ეს შეხვედრა, პოზიციები დაახლოვდა და რა შეთანხმებამდე მივიდნენ პრინციპში, რა არის ცნობილი. მოკლედ, უკრაინა დათანხმდა 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტას. 30 დღით აისადგურებს მშვიდობა. სანაცვლოდ ამერიკელებმა თქვეს, რომ შეჩერებულ სამხედრო დახმარებას განაახლებენ და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებასაც განუახლებენ უკრაინას. აგრეთვე ითქვა, რომ უახლოეს დღეებში მოეწერება ხელი ამ წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას. მოკლედ, ამაზეც უკვე თანახმა არიან უკრაინელები. გამოდის რა, რომ პრინციპში ახლა ბოლო სიტყვა არის რუსებზე რა. მარკ რუბიომ პირდაპირ ესე თქვა, რომ ეხლა ბურთი არის რუსების მოედანზეო და ჩვენო ყველა საინფორმაციო წყაროთი მივაწოდეთო რუსებს ეს ინფორმაციაო, უახლოეს დღეებში შეიძლება შეხვედრაც შედგესო და ველოდებით მათ პასუხს და ეს იქნება ერთგვარი მაჩვენებელი იმისა, ინდიკატორი, უნდა თუ არა რუსებს სიამოვნებაში მშვიდობა რა. და იმედი გამოთქვეს ამერიკელებმა, ძალიან ისეთ დარწმუნებულად თქვეს, რომ ფიქრობთ, რომ რუსებიო ამაზე დათანხმდებიან რა. აი ნახოთ რა ვიცი. მე მაგალითად თანახმოვარ და მგონია, რომ კარგი იქნება თუ ეს შეთანხმება შედგა, ელემენტარულად იმის გამო, რომ მინიმუმ 30 დღე ადამიანები აღარ დაიხოცებიან. მეც ვფიქრობ, რომ პუტინი შეიძლება დათანხმდეს ამ წინადადებას რა. ყოველ შემთხვევაში დიდია ამისი ალბათობა. ეხლა ვის აწყობს ეს შეთანხმება და ცეცხლის შეწყვეტა 30 დღიანი სამხედრო თვალსაზრისით? რა თქმა უნდა, უკრაინელებს უფრო აწყობთ, ჩემი აზრით. ეხლა ვერ აქვთ უკრაინელებს კარგად სიტუაცია, რუსები ძალიან უტევენ კურსკის ოლქში წარმატებულად, რაღაც პადიუმზე არიან მორალურად, უკრაინული მხარე პირიქით დემორალიზებულია ამ წარუმატებლობით. და ვფიქრობ, ეს 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა უფრო მათთვის გვერდზე დაასხავს ხალხს. თუმცა ორივე მხარე ალბათ ამ პერიოდს გამოიყენებს სულის მოთქვის საშუალებად და რაღაც გადაჯგუფებს და რაღაცებს მოახდენს. და შეეცდება, რომ მოძლიერდეს ამ პერიოდში. აგრეთვე დღეს უკრაინელებმა უპილოტოებით დაარტყეს რუსეთის ტერიტორიას, 300-ზე მეტი უპილოტო იყო. მართალია დიდი ვერაფერი შედეგი ეს ვერ მიაღწიეს სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ რამოდენიმე სამოქალაქო პირი დაიღუპა, 3 თუ არ ვცდები და 20-მდე კიდე მძიმედ არის დაჭრილი და იყო მოლოდინი, რომ რუსები საპასუხოდ სერიოზულ სარაკეტო დარტყმას განახორციელებდნენ და აი ახლა შეთანხმების და შეთავაზების ფონზე ფიქრობ, რუსებს მოუწევთ თავის შეკავება და ამ დარტყმას აიცილებენ რა უკრაინელები. დაახლოებით ისე გამოვიდათ უკრაინელებს, აი გამშველებლები რომ მოდიან უკვე ახლოს არიან და მაგ დროს რომ დაარტყავ და პასუხს რო ვეღარ მოასწრებს მოწინააღმდეგე მხარე. და ამ თვალსაზრისითაც უფრო უკრაინელებს აწყობთ ეს ყველაფერი. აი ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება, დაველოდოთ რუსების რეაქციას და მათ პასუხს. პრინციპში დიდხანს ლოდინი არ უნდა დაგჭირდეს რა. უახლოეს 3-4 დღეში უნდა გაირკვეს ეს ყველაფერი და თუ თანხმობა იქნა, ალბათ შემდეგი კვირიდან გამოცხადდება ეს 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა. კიდე რა იყო ხა ამერიკაში საინტერესო, ტრამპი აგრძელებდა კანადელებთან კინკლაობას, ეგ ონტარიოს გუბერნატორს აბულინგებდა, რომელმაც რაღაც ელექტროენერგია გაუძვირა ამერიკელებს და საერთოდ გამორთვით ემუქრებოდა და ტრამპი აქედან ემუქრებოდა კიდე უფრო გავზდი ტარიფებს და ჭკუაზე მოგიყვანო და მოკლედ ისევ აწვება, რომ 51 შტატი უნდა გახდეთ. ევროპაში რა იყო ხა საინტერესო, მაკრონს ყავდა როგორც დაანონსა შეკრებილი სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნები, 30-მდე ქვეყანა მონაწილეობდა ამ შეხვედრაში, არა მარტო ევროპელები,
მოკავშირეები ზოგადად ავსტრალიელებიც იყვნენ, იაპონელებიც, სამხრეთ კორეა, კანადა და როგორც თქვენ განიხილავდნენ საკითხს, რომ აი უკრაინას მშვიდობა რო დაისადგურებს, რა უნდა ქნან, რომ ეს მშვიდობა უზრუნველყო. ანუ რაღაცა გარანტიები უკრაინისთვის რა. სინამდვილეში რაზე ილაპარაკეს კაცმა არ იცის, მაგრამ ესე თქვეს. ევროპაში კიდე საინტერესო ის ხდება, რუმინეთშია გამოსვლები. კალენ ჯორჯესკუს გაუქმა რეგისტრაცია საპრეზიდენტო არჩევნებში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რუმინეთის. მოკლედ ამ კალენას მაგრად ჩაგრავენ რა ამ ჯორჯესკუს. ჯერ მოიგო არჩევნები და არ ჩაუთვალეს, გააუქმეს, ეხლა მაისში დაინიშნა ახალი არჩევნები და ყველანაირად ცდილობენ, რომ იქაც არ მიცენ მონაწილეობის საშუალება. იმიტომ რომ ყველა გამოკითხვებით ლიდერობს რა მოკლედ ეს ჯორჯესკუ და ხო არა წყოთ მართლა რომ მოიგოს, იმიტომ რომ ევროსკეპტიკოსია, პრორუსია ოიძახიან იქ ნატოს ადმი სკეპტიკურად განწყობილი, მოკლედ ბრიუსელის ტრენდში არზის რა და მოკლედ ყველანაირად აპრკოლებენ და ნუ ამ ჯორჯესკუს მომხრეების გამოსვლებია სერიოზული. ხო. რა ხდება ამ დემოკრატიულ ევროპულ რუმინეთში, არ ვიცი. აშკარად ვერ არის მათ კარგად ყველაფერი. ხო, საქართველოში რა იყო საინტერესო? ორი ახალი პატიმარი გაიჩითა, რომელსაც სინდისის პატიმრის სტატუსი აქვს, მე მგონი პრეტენზია. რაღაც გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი, ეს ორი კაცი დააკავეს. მაგრამ ერთი გამოუშვეს და ერთი პატიმრობაში დატოვეს. მე როგორც მივხვდი, საქმე ეხება შემდეგ რაღაცას, ოფიციალური შსს ვერსიით. მოკლედ ამ ტიპებმა ვიღაცას გამოართვეს მილიონი, იახტას ჩამოგიყვანთო და იახტა არ ჩამოუყანეს რა. და ამაზე მიდიოდა სასამართლო დავა და ორივეს გირაო ჰქონდა შეფარდებული 50,000 ლარი. და შსს ვერსიით მოკლედ დატყდომას აპირებდა რა ეს ჩიკვაიძე რა. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, ეხლა ეგ ჩვენთან მოდაშია. ხო და მაგ დროს დააკავეს არ მიცეს ამის საშუალება და ნუ ეს 50,000-იანი გირაო შეუცვალეს პატიმრობით და მეორეს დაუტოვეს რა. ხო და ნუ სასამართლოზე ისეთი განცხადებები იყო, რომ ხო რაღაც პოლიტიკურ საწვევა ეს ჩიკვაიძე, რომ მოცნების დიქტატურა და მურუსიძის მონები და რაღაცები პოლიტიკურ სარჩულს უკეთებს ამ ყველაფერს. ხო საინტერესოა, მე მივადები ხალხს ეგ ამბები როგორ განვითარდება. ხო სხვა ისეთ საინტერესო არაფერი არ მოგვთარა.